პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თეირანი ამას საჯაროდ არ ადესტურებს. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ თუ ის ამბობს, რომ მოლაპარაკებები დაიწყო, რეალურად არ მიმდინარეობს ახლა პირისპირ საუბარი დიალოგი ამერიკის ადმინისტრაციასა და აიათოლების რეჟიმს შორის. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამ მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ახლა არის ის, რომ რეალურად ბოლო შანსი მისცენ ირანს, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები გადადგამს უფრო მძიმე ნაბიჯებს და განახორციელებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე დარტყმებს ირანის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურაზე. უფრო კონკრეტულად დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანის ხელისუფლება ახლა ორ პირობს, როდესაც ამბობს, რომ საჯაროდ ამბობს, რომ მოლაპარაკებები არ დაწყებულა, არადა თუ დონალდ ტრამპს დაუჯერებს, სწორედ თეირანი იყო ის, ვინც პირადად შესთავაზა ამერიკის შეერთებულ შტატებს განახორციელა ზარი, რომ მიეცათ დრო ოფიციალური თეირანისთვის, რათა დაწყებულიყო მოლაპარაკებები. ტრამპი ამბობს, რომ მოლაპარაკებებში ჩართულიყო არა მხოლოდ მოლაპარაკებები მოითხოვა ასევე არა მხოლოდ თეირანმა, არამედ ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებმა და განსაკუთრებით ავანგარდში იყო საუდის არაბეთი და საუდების დინასტიის კრონპრინცი მოჰამედ ბინ სალმანი, რომელმაც თავად დაურეკა დონალდ ტრამპს კატართან, ომანთან და ახლო აღმოსავლეთის საუდის არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებმა, რათა დაწყებულიყო დიალოგი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თეირანს შორის. ტრამპის თქმით, მთავარი მოლაპარაკების საგანი ახლა ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას გულისხმობს, თუმცა ამ ეტაპზე რთულად წარმოსადგენია იქიდან გამომდინარე, რომ დღესაც ამ წუთებში ჰორმუზის სრუტი არის ყველაზე ცხელი წერტილი და თავდასხმა რამდენიმე საათის წინაც განხორციელდა ომანის სანაპიროებთან. თუმცა ჯერჯერობით ვინ განახორციელა თავდასხმა უშუალოდ ტანკერზე, რომელსაც ტვირთი გადაჰქონდა, პასუხისმგებლობა მხარებს არ აუღია და მათ შორის არც თეირანს. არა, ის მიმდინარეობს, ახლაც გრძელდება. ეს საოცარი რამაა. ირანთან მცირე პრობლემა გვაქვს, რადგან ბევრი მოლაპარაკება გვაქვს და ვიტყვით, რომ გვაქვს ან არ გვაქვს. იცით, ჩვენ პირდაპირები ვართ ამ საკითხში, მაგრამ ისინი უარყოფენ. თუმცა ახლა არ უარყოფენ, უბრალოდ განცხადება გამოაქვეყნეს, არ უარყოფენ. მაგრამ რაღაც მიზეზის გამო, როდესაც საუბრობენ, არ უყვართ იმის თქვა, რომ საუბრობენ. ამიტომ მე ვამბობ, მოიცადეთ, ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, დიდი ამბავი ვსაუბრობთ. ისინი კი ხანდახან უარყოფენ ხოლმე იმის მიუხედავადაც კი, რომ საათობით მხარდამხარ ერთად უსაუბრიათ. არა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გუშინ მათ ძალიან ძლიერად დავარყით. ძალიან ძლიერად. უფრო ძლიერად ვიდრე ნებისმიერი თავდასხმა. ვფიქრობ, შემიძლია ვთქვა, როგორც ინფორმირებულმა პირმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს საკმაოდ სერიოზულია და ჩვენ მზად ვიყავით გასაგრძელებლად, მაგრამ მათ დარეკეს. გარდა ამისა, დარეკა საუდის არაბეთმა, დარეკეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, დარეკა ყატარმა, დარეკეს სხვა მრავალი ქვეყნიდან. არ მინდა გამოვიყენო სიტყვა ხვეწნა, მაგრამ ზოგმა განსაკუთრებით ირანს არ სურდა დარტყმის მიღება და მათ თქვეს, ჩვენ გვინდა საუბარი, გვინდა ვისაუბროთ სრუტეზე, მაგრამ რაც მთავარია, ჩემი თვალთახედვიდან გვინდა ვისაუბროთ ირანის ბირთვულ განიარაღებაზე, რადგან სწორედ ეს არის მთავარი, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას. მრავალმა ქვეყანამ დარეკა, მრავალი ქვეყნის ლიდერმა ბევრთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს თითქმის ყველასთან, ამა თუ იმ ფორმით და ყველას სურდა, რომ მათთვის ეს უკანასკნელი შანსი მიგვეცა. ეს არის უკანასკნელი შანსი მათთვის, რომ ხელი მოაწერონ კარგ დოკუმენტს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის მარშრუტის გარდა სხვა მარშრუტი არსებობდეს. ეს განცხადება გააკეთა ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის უფროსმა სამხედრო მრჩეველმა მუჰამედ რეზაი პირდაპირ ამბობს, რომ ირანის მიერ დადგენილი ერთადერთი მარშრუტი უნდა იყოს საზღვაო მარშრუტი ჰორმუზის სრუტეში და წინააღმდეგ თუ ამერიკის შეერთებული შტატები თავად გადაწყვეტს, რომ სხვა მარშრუტით გააგრძელონ ნაოსნობა ჰორმუზის სრუტეში, ყველა გემი იქნება ایرانی سامزنه. الان آتش بسی وجود نداره ما ولی ცეცხლის შეწყვეტა არ არსებობს, მაგრამ ჩვენს თავდასხმებს აზრი აქვს. მაგალითად, მეორე დერეფანს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მისცემთ ნებას ჰორმუზის სრუტეში მეორე დერეფანი გახსნას. თუ სამხედრო ხომალდსაც კი მოიყვანენ, მათ ხომალდს დავარტყამთ. თუ სამხედრო ძალებსაც მოიყვანენ, დავარტყამთ. ჯერჯერობით ჩვენ უბრალოდ ვემუქრებით ხომალდებს, რომ არ წავიდნენ. საბედნიეროდ, ბევრი ხომალდი ისმენს ჩვენს გაფრთხილებას და უკან ბრუნდებიან. ასე რომ ჩვენ არ ვერთვებით შეტაკებაში. მაგრამ ზოგჯერ, როგორც ჩანს, ამერიკელები ახდენენ ზეწოვას. ისინი მოდიან მცირე დაზიანებას იღებენ და მერე თავადვე ბრუნდებიან უკან. ასე რომ ამჟამად ჩვენ ხელთ გვაქვს წინააღმდეგობისა და დაცვის ბრძანება. ეს არის შინაარსი, აზრიანი და მოყვება იმავე გზას, რასაც აქამდე მივყვებოდით.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის ახლა მოლაპარაკებები ისევ მუქარის ფონზე გაანახლდა, მიუხედავად იმისა, რომ დიალოგი ტრამპის თქმით დაწყებულია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც და ასევე აიათოლების რეჟიმიც ურთიერთ ბრალდებებში არიან და ერთმანეთს ემუქრებიან საშინელი განადგურებით. მოლაპარაკების მთავარი მიზანი კი მხოლოდ და მხოლოდ ჰორმუზის სრუტის გახსნა არ არის, ეს არის ბირთვული შეიარაღების ირანის სრულად გაუნებელყოფა შესაბამისად, ვიდრე ეს ორი კრიტერიუმი არ დაკმაყოფილდება, რთულად წარმოსადგენელია სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მხარეებს შორის.